მოგესალმებით მეგობრებო, მე ისევ დავბრუნდი და ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ Legos შატლს. უბრალოდ შატლი ქვია ამ რაღაცას. ეს არის 3-1 მოდელი, ანუ 3 სხვადასხვა რამისაც ყობა შეგვიძლია, როგორც ხედავთ, აი აქ გამოჩნდება. ერთი არის შატლი, მეორე ეს Star Wars-ის ხომალდს გავს, შემდეგი და მესამე რობოტი. მოდი დავიწყოთ. მომენატრეთ. წინა ორ ვიდეოს ცოტა დიდი დრო დასჭირდა დადებას დამუშავებას და რაღაცები ტექნიკური ხარვეზის გამო, მაგრამ ესენი ეს მალე დაიდება და წესით თქვენ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ამ დროს ყველაფერი კარგად უწავიდა მე ვაშლოვანში ვარ და ახალ ვიდეოს ვიღებ თქვენთვის ცოტა განსხვავებულსაც, ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ოკეი, დავიწყოთ. გავხსნათ ჩვენი Lego. უკვე ვისწავლეთ Legos 5-ის კარგად გახსნა. ასე თუ ისე. რამდენი ნაწილისგან შედგება? არ ვიცი. ვერ გეტყვით. ეს მოდი ესე დავუდოთ. ჩვენი რამე. ამას სამ შემთხვევაში 3 წიგნი მოყვა, როგორც ხედავთ. 3 სხვადასხვა ვარიანტით. ეს არის Star Wars-ის ხომალდი, რობოტი და შატლი. თუ გახსოვთ, ჩვენი ყურშაც 3-1-ში არის, მაგრამ იმას არ მოყოლია. ის ცოტათმის შეფუთვა იყო და QR-ით შეგვეძლოთ აქვე სკანერებინა. ამ შემთხვევაში პირდაპირ გაიდლაინი მოაყოლეს, რაც ძალიან კარგია. აქ საინტერესოა. ოკეი, კაი, დავიწყოთ. გავხსნათ ყველა და ყველაფერი. რისი გახსნაც კი შეიძლება. დავშალოთ ჩვენი შპარგალკა. ასევე ჩვენ როგორც გახსოვთ, გათამაშება 500 გამომწერზე, როდესაც ავალ. სულ რაღაც 175 ადამიანი გვაკლია. 500 გამომწერამდე. რაც ბევრი არ არის. პირიქით. ძალიან ცოტაა მე თუ მკითხავ. მაგრამ არ ჩანს ეს ცოტა გამომწერი. ჯერ ისევ. ასევე ეს არის ჩემი Legos პატარა ყუთი, სადაც ნარჩენ Lego-ებს ყრი. ამ ყუთში ამასთან ერთად ასევე არის აი უამრავი ეს არის ის ბარათები, რომლებსაც ვათამაშებ. ესეთი ბარათებია. ეს უკანა მხარე, მაგალითად ეს პანეთის არის როდრი. წლევანდელი ოქროს ბურთის ფლობელი. და ეს ბარათები მაქვს ბევრი. ბევრში გულისხმობ, რომ გარდა იმისა, რომ მაქვს ალბომი, სადაც ვაგროვებ, ასევე მაქვს აი ეს ზედმეტი ბარათები. და ამას რა ფეხბურთელს დამიწერთ, მოვნახავ კომენტარებში და თუ მექნება ეგ ფეხბურთელი, ჩვეულებრივად გაჩვენებთ. საერთოდ არ ჯერდება ამდენი ის თამაში. კიდე ერთი ის თამაში, რომელზეც ვამბობდი. აი ხელით გადატრიალებაზე პრინციპი იყო ძალიან მარტივი. აი ეს იყო სიტყვაზე სათამაშო კარტი და აი ეს სარტყმის შედეგად უნდა გადმოგეტრიალებინათ და ეხლა აქ ზედაპირი არის ცოტა ცუდი. ეს ბარათი ძალიან კარგია და არ ტრიალდება თუ ჩვენ დროს უკვე გაცვეთილი ბარათები იყო და კარგად თამაშობდა. ოკეი, კაი, ეს რაც მინდოდა მე თქვა პატარა გათამაშება და კარტები. ესეც გადავდოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ საქმეს მივყვეთ. ჩვენ გარდა ამას არავინ არ აწყობს. ეს შემოვიწყოთ კადრში. ბევრი Lego და გავშალოთ. Lego საწყობის დროს კადრში ვერ ვიყურები.
რაც თითქოს კი ცუდია, მაგრამ რას ვიზავ სხვანაირად ვერ გამოვა ეგ ამბავი. ჩვენ გვინდა ერთი შავი, რომელიც არის კუთხეს კიდევაც. და თან კაი, ეს ფრთებია, გადავდოთ, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს თავიდან როდესაც იღებთ ხოლმე იმას ქნათ, რა ქვია, ფერების მიხედვით დაყოთ. მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ, პროფესიონალები არ ყოფენ ეგეთ რამებს. შავს არ ვეძებთ, იდეაში ჩვენ უნდა მოვძებნოთ ნაცრისფერი, აი ეს ნაცრისფერი. მასაც ჩავსვათ, ხო ჩანს კი. ამას თავზე დავაშენებთ ორცალ აი ესეთ ეს ერთი ესეც მეორე. შემდეგ ძალიან მარტივად ნაცრისფერი ეს ალბათ უკანაც რავის მხარე მგონია რომ იყოს. ანუ შატლის პრინციპი როგორც არის, ეგრე ავაწყოთ თეთრები, ჩვენ გვინდა ახლა თეთრები. მოდი, აი მას ცოტა გავწევ აქეთ. აი ესე, კარგად ჩანს, რომ უკეთ გამოჩნდეს ყველაფერი რა. რატომ ვაწყობთ ახლა შატს? გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვიდეოს ისედაც არავინ არ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი, ძალიან ცოტა. და რაზეც მინდა იმაზე ვლაპარაკობ, ცოტა ვიმაიმუნოთ. ხო და გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა ბრტყელია შესაბამისად, ამ შატის აწყობას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან უბრალოდ იფრენს. ვინმეს რამე პრეტენზიები თუ გაქვთ ამის იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, ენასწავლოთ ჩემი თავი, დამიწერეთ, გაგცემთ პასუხს. მაგრამ მაინც არავინ არ დაწერთ. ისე ეგ ძალიან კარგი რამაა, რომ იცი, რომ არავინ არ გიყურებს, რასაც გინდა ლაპარაკობ. ეგ კომფორტი არის. ოდესმე ალბათ შეიძლება ვინმე დაიწყოს ამის ყურება, ვინმე ჩემნაირად დარწყმულმა. რატომ თქონთ არ ვიცი. არსებობს მაგის თეორიული შანსი. ჯერ ეს ჯერ აქ არ უნდა დაგვემაგრებინა, ოკეი. კარგი, ამასთან ჯერ შუაში უნდა იყოს კიდე ნაცრისფერი. აი ესეთი მრგვალი. შემდეგ ეს ასე. და ორივე მხარეს მივამაგროთ. აი ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენი საკუთარი თვალით თუ გაქვთ ნანახი დედამიწის სიმრგვალე. ძალიან მარტივი კითხვაა. ასეც პასუხი იქნება, რომ იცი რა, ვერ გექნებათ ნანახი. შესაბამისად არის ბრტყელი. ძალიან მარტივი ლოგიკაა. ოკეი, ეს ერთი, ეს ორი. ეს სამი და მეოთხე. სად არის? მეოთხეც აქ არის. ზევით თეთრი, ქვევით შავი. წინა ცხვირი. ცხვირი, რომელიც არის შავი. შავი ცხვირი აქვს. ეს ერთი შავი. რომელიც ესეა. მე მგონი ეს პატარა ვიდეოები უფრო სჯობს. 10-15 წუთიანი. არანაირი აზრი კი არა აქვს თქვენთვის, მაგრამ ჩვენთვის აქტიურად უფრო მარტივია სამონტაჟოთ და რაღაცეებისთვის რა. უბრალოდ აი წინა ვიდეოზე იმდენი ხანი დამჭირდა. არ ვიცი, After Effects-მა გამიჭედა და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი.
თორე არ უნდა მომხდარიყო. როგორც ერთ ცნობილ სკეჩშია, მე ეს არ უნდა მცოდნოთა. კარგი, რაღაც კარგი ტემპით მივდივართ და ცოტა მაშინებს. ჯერ იმდენი შეცდომა არ მაქვს დაშვებული. და თავზე ასეთი რამ. მას ქვევი თუ მაგრდება თეთრი. ვერ ხვდები ქვევიდან თეთრი. როგორ შეიძლება რომ მიემაგროს ერთი? თეთრი ამაზე მაგრდება. ოკეი. ეს ხომალდის ზურგივით არის. კარგი, ეს დავამაგრეთ. ახლა ჩვენ გვინდა იგივე პრინციპის ერთ მხარესაც ეს ერთი ეს მეორე მხარე და ქვევით თეთრით კუთხეები დაუფაროთ. ძალიან კარგი გასართობია. ეს მე-11 ვიდეო გამოდის ამასობაში. რასაც არ ველოდი. რაღა დაგიმართ. აქამდე თუ გავქაჩავდი. მე არ მეგონა. მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. ოკეი. და აწი ალბათ ვერც მომიშორებს, იმიტომ რომ ძალიან ხალისობთ საკუთარ ვიდეოებზე. ოკეი, ამას თავზე ორი ესეთი. მედია ჩანს კადრში. და 4 ცალი პატარა 1 2 3 ასევე ველოდები სუპერში მაქვს შეძენილი რამდენიმე ლეგო წინა ვიდეოში თქვი თუ არ ვწდები და იმეების აღებას როგორც კი იმ ლეგოებს ავიღებ უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებ იქ იდეაში 5 ლეგოა მაგრამ აი ლეგოებია რა მინანება უბრალოდ პატარა ვიდეოებზე და ნახოთ როგორ ხასიათზე ვიქნები ესეც ასე და ამას კიდევ ხელა რაღაც ფრთებს უკეთებთ ეს თუ ამ ხელა გაბარიტების უნდა იყოს ძალიან კარგი გამოვა დიდი თან ოკეი სამკუთხედი თეთრი სამკუთხედები ეს ერთი თეთრი სამკუთხედი მეორე თეთრი სამკუთხედი რომელსაც დავიჭერთ დავადებთ ეხლა პატარა ერთი ეს აქ მეორე და თეთრი კუთხეები ერთი აი ასე ბოტოტათითებისთვის ეს ძალიან რთულია ჩემისთანა ბოტოტათითებისთვის ოკეი კაი დავუმაგროთ ახლა თეთრი რაღაცეები შემდეგ აქ ისევ თეთრს ვამაგრებთ აი ესე ეს ასე და ერთი მეორე
თქონდა ესენიც მოყვება. ოკეი, ისა ვაწყეთ, ეს გავუკეთეთ. დავიდეთ შემდეგზე. წითელი ლურჯი. წინა ვიდეოზე რაღაც ტექნიკური ხარვეზები იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოზე ეგეთი ხარვეზები არ იქნება და გამოსწორდება, ასე ვთქვათ რა. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში. ეს ასე. წავიდა ხონე, კერდა. თეთრი, აჰა. საოცრება ხომალდი გამოდის. და აქ ვიღებთ ამ ორ ნაწილს, რომელიც ბრდება უდაგვარად. ოკეი, სავარაუდოდ აი ხელა ხომალდი იქნება, ეს წინა მხარეა. აქ ისეთი რაღაც ჩაჯდება, აქ ალბათ მე ეს ჩაჯდება ესეთ სტილში, რომ ამოძრაოს. არ ვიცი, მაგრამ ეგრე ვარაუდობ ყოველ შემთხვევაში და ნახოთ რა გამოვა. ეს ძალიან მაინტერესებს. ორივე მხარეს ესეთი შუაში ბლოკი, თავზე 4-იანი. ოკეი. არა ეს აქ აი ეს ნაწილი გვინდა. შემდეგ კუთხეებიდან შემოუშენოთ. ეს ერთი მხარე, ეს მეორე მხარე. რაღაც კარგად გამომდის. ეს ცოტა მაშინებს. მაგრამ ისეთ რო კი იყო უკვე რომ ახაც ეტაპზე ეს სწავლა რა კარგად აწყობა. და შეცდომები იმდენი აღარ დამეშვა. ეს გვერდებია ვაწყეთ, ოკეი, ორივე მხრიდან. ახლა აქ ჩავსვათ უნდა ჩვენ ერთი ეს ამ მხარეს. მეორე ესეთი აქეთ მხარეს. რაშიც ჩავსვათ შემდეგ აი ესეთ სამოძრაოს ეს ერთი მეორე ასეთი სად არის? ოკეი, ნახე. სათვალე არ მიკეთია და შესაბამისად ცოტა მიჭირს დანახვა რაღაცეების. ოკეი, ეს ასე დამაგრდა. ამ ნაწილს როგორც გეგმაზეა ვამაგრებთ ზუსტად აი აქ. აქ ალბათ ფრთები და მარდება ბოლოს. არ ვიცი. მაგრამ ლეგო რო ცოტა გრჩება, ეგ კი ფაქტია. კარგი. ამაზე ახლა ვამაგრებთ რანაირად. ესე ვამაგრებთ. ეს ერთი, ეს მეორე. ხოლო ამაზე ესეთ რამეს. ოკეი. ეს უკანა ძრავია. ოჩახ. არ ვიცი მე იქ რა უნდა მივამაგროთ. მაგრამ ოკეი. კარგი, ახლა ვიღებთ.
გვალს თავზე ვადებთ ესეთ რამეს და ამას თავზე უნდა დავამაგროთ ჩვენ. ხო ამას ვამაგრებთ თავზე. კი აშკარად. წამით. ხო, აი ესე მაგრდება ეს რაღაცა, რომელიც შედება აი აქ. მერე. ოკეი. შემდეგ ორი ტურბინა. მოდი ამ ტურბინას პარემ უკან გავუკეთოთ ერთგვარი ცეცხლი. რომ ვითომ უკვე მიფრინავს. როგორც იმ მუსიკაშია სულ ზევით მაღლა და მაღლა. აქ ერთი ესე. ოკეი. საინტერესო ნელა მესამე ძრავის საც ამაგრებს. Not bad. რაღაც ახალია. დახმარე ძრავი. ასე რომელიც აკეთება აქ. ამას ნამდვილად არ ველოდი. და შემდეგ ეს თავიდან ცოტა შორის ეს ვიყიდე 23 ლარად. ძალიან კარგი ფასია რა. კარგი ბაზაკლება ქონდა. სუპერს. ძალიან გამიკვირდა სიმართლე რო გითხრათ. ქართული ფასაკლებების ფონზე ყველამ ვიცით რა გენიალური ფასაკლებებია ხოლმე ჩვენ ქვეყანაში. ოკეი, კაი. ეს ავიღოთ და შუაში უნდა ჩავსვათ აი ეს ნაწილი. ერთი ქვევიდან, ერთი ზევიდან. თავზე დავადოთ ესეთი რამ. ერთი ზევიდან, ერთი ქვევიდან. იცი? ესე და ეს ჩდება იქ ყველა ვარიანტში ისე უნდა ჩაჭდეს. უცნაურია. ეს აქ ეს უჭველი აქ უნდა ჩაჭდეს. მაგრამ არ ჭდება. ძირში რა აქვს. აი ეს ავაწყე. როგორ ჭდება უბრალოდ აი. ლოგიკას ვერ ხვდები. შენ ჩავსვათ აი აქ. მაგრამ არა ეტება. ჩავხედოთ ერთი კარგად. მაინც გავიჭიდეთ. ჩვენ ის ხო დავამაგრეთ. წინა მხრიდან სავსეა. წინა მხრიდან ეს შევსებულია და რანაირად ჩავსვათ. ამას
ვერ ხვდები. ეს რო ესე იყოს. არა, აზრი არა აქვს. ესე კაი, ოკეი, აქ. არა, შკარად ესეა და ესეც ამაშია ჩამაგრებული. იხებთ ამ ნაწილს, რომელიც არ მაგრდება. ფაქტია. არ ვიცი. ისმიერზე დავამაგროთ უბრალოდ, აბა, უბრალოდ მაინტერესებს. იმაგრდება, მაგრამ ჯორაუნდა ვახ ყველაფერი დამიშლება ამ ერთი რაღაცის გამო და მომიშლება კიდევაც ნერვები, რომ აი ამ ერთ რაღაცას ვერ ვსვავ. აქ თუ ჯდება, აი აქ თუ არ ჯდება, აქ ჯდება. მაგრამ აქ იმიტომ ჯდება, რომ ის ხელს არ უშლის. აქ ეს თლიანად ჯდება, ესე. არა, შანსი არა, просто შანსი არა, რომ ეს აქ ჩაჯდეს. ის რო ჩავხსნა, ესე კი ჩავამაგრებ ამას. მაგრამ ერთი თქვევით იქნება. არ ვიცი. აი ამის გარდა აბა რეებს აკეთებს კიდე შემდეგი. რეებია. ერთი მხარე, მეორე მხარე. რომელიც მაგრდება მარცხენაზე. ერთი ცალია ეს? აი, სიტყვაზე ქნათ. კი, ერთი აშკარად. აქ გვინდა ჩვენ 1 2 3 4 შემდეგ აი ესენი ალბათ ორივე მხარეს ახლა. უბრალოდ აი იმაზე ნერვები მეშლება რო არ ჯდება რა, აი ვერ ხვდები რატო. რანაირად უნდა ჩასვა, როგორ არ ვიცი. აი ეს ორი ცალი ავაწყეთ, რომელიც რანაირად ამას მე 1
2 3 4 და ესეც დავფაროთ. და 4, ოკეი. წამი ეს ამოდის, აი ეს. ოკეი, კაი. ეს გაშლილ მდგომარეობაშია და მოდი იყოს. აი ეს გაშლილ. თუ პირიქით ეხლა ეს რო ესე იყოს. აჰა, აი ეს. ოკეი. აი. ამავდროულად, ამას აი აემეებში ვსვათ ბიჭო. ეს ყო კარგია, ეს ყო ნაფიქრია. ეს ერთგვარი ჩასადებია და უბრალოდ შეგვიძლია რომ ჩავდოთ აქ. ოკეი, ეგრე უკვე მშვიდად ვარ. თუ ეგრეა, ეგრეა აშკარად. უბრალოდ შესანახი კონტეინერია ერთგვარი. ეს მაგარი გამოვიდა. ოკეი, ესენი რაც დაგვრჩა. მოვათავსოთ ამ ყუთში, რომლის ქარდებსაც ესეთი ქარდებია. როგორც გითხარით, მითხარით რომელი ფეხბურთელი მოგწონთ. ამ ევროდან და თუ მექნება მოგცემთ. მოვათავსოთ აქ. ესეც კიდევ ერთი შატლი შეემატა ჩვენ არხს. ეს ძალიან მოწონს. რაღაცნაირად კარგი გამოვიდა. არ ველოდი ესეთი კარგი თუ იქნებოდა სიმართლე რომ გითხრათ. როგორც აღნიშნე, გამომდინარე იქიდან რომ დედამიწა ბრტყელი, არანაირი შატლი ავაზრს არ აქვს. ესე გაფრინდება, ესე გაფრინდება დედამიწაზე. კერდა. რაღაც სტრატოსფეროში გავა და ესე წამოვა. დაიცა ხალისობ და თამაშობ. პატარა ბავშვით, რა ვქნა, მიყვარს მე სათამაშოები. გავუშვით ახლა ჩვენ. რავი, არ მოგვიძრეს. აქ რო ეხლა მე ეს ოკეი, გაიგებს. ესეთი რამა გახსნილ მდგომარეობაში. მოკლედ, თქვენ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, იმედია მე უკვე ვაშლოვანში ვარ და შემდეგ ვიდეოს ვიღებ. და ყველაფერი კარგად წარიმართა. ამის შემდეგ ვიდეო თუ დაიდო, ესე იგი, გველებმა არ დამკვინეს. ან დამკვინეს, მაგრამ ცოცხალი ვარ. გადავრჩი. და შევხვდებით ვაშლოვანიდან. ხო, შევხვდებით ვაშლოვანიდან უფრო სწორად. იქ იქნება ჭამაც იქნება, ცოტა ჭამაც იქნება. ბევრი საუბარი, შეიძლება მარტო არც ვიყო, ჩემი მეგობრებიც გამოჩნდნენ ჩემს ერთად კადრში. და ვაშლოვანის ტურიდან დაიწყება უკვე გასვლითი ტურები, სადაც სხვადასხვა ადგილებში გადავიღებ ვიდეოებს ბუნებაში, ამიტიც გამოვიდა, ბევრ ამის გამოვასწორებთ, უფრო კარგი განათება იქნება ვიდრე ეს. მაგრამ სახლის ვიდეოებიც გვექნება. ოკეი, მოკლედ. შევხვდებით, როცა შევხვდებით.